ვაგრძელებთ შეხვედრას რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანი არის და როგორც თვალსაჩინო თქვით, აუცილებლად ყველა რეგიონში ჩავალთ, გვინდა ადგილზე მოვინახულოთ, როგორც რეგიონული სამსახურები, აგრეთვე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზე გავეცროთ და შევხვდეთ ფერმერებს, გავესაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თითოეულ მიმართულებით არსებობს, შევისწავლოთ ადგილზე, შესაბამისად მოვახდინოთ რეაგირება, იმიტომ რომ მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ აქტიური კომუნიკაციით ფერმერებთან, აქტიური კომუნიკაციით იმ დარგის წარმომადგენლებთან, რომელიც სოფლის მეურნეობას ჯამში ქმნის, მოვახდინოთ თანმიმდევრულად როგორც სექტორის ზრდა, სხვადასხვა სოფლის მეურნეობაში შემავალი სექტორების ზრდა, ასევე სრულად ავაწყოთ იმ ღირებულებათა ჯაჭვი, წარმოების ჯაჭვი, რომელიც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ქმნის ღირებულებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ეხმარება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. ზუსტად ამ ფარგლებში დღეს მოვინახულეთ სხვადასხვა ტიპის ფერმები, მესაქონლეობის ფერმები, მეღორეობის ფერმები, აგრეთვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თევზის ფერმები გვენახა, რომელიც აკვაკულტურა მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი დიდი შესაძლებლობა არის და პოტენციალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც გამოუყენებელი არის და საკმაოდ დიდი რესურსი არის აქ ამ სექტორის განვითარების და შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ზუსტად ასე მოხდეს და ასე გავაკეთოთ ხოლმე გაცნობა იმ საკითხების, რომელიც უდგათ ფერმერებს და რომელიც ჭირდებათ მათ, რომ მხარდაჭერა ქონდეთ განვითარებისთვის. სახელმწიფოს როლი ჩვენს მუშაობაში და ჩვენს განვითარებაში უდიდესია, ვინაიდან შეუძლებელია სწორი იხტიოლოგიისა და სწორი დახმარების გარეშე განვითარდა ისე, როგორც საჭიროა. ვცდილობთ ყველანაირად ევროპული სტანდარტებითა და განვითარების ზომებით მივახციოთ იმ იდეალურ ეტაპს, რასაც ქვია წარმატებული მეურნეობა. Family farm-ი გაშენებული არის დაახლოებით 15 გექტარზე. სახელმწიფომ დაგვეხმარა იაფიანი სუბსიდირებული აგროკრედიტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ სეგმენტისთვის. იმიტომ რომ დაბალმარჟიანი ბიზნესია თვითონ და ესეთი სუბსიდირება აუცილებელი არის, რომ პირველადი პროდუქტი შეიქმნას ისეთი როგორც რძის წარმოება არის. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გორის რეგიონალური სამმართველოს გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს ტერიტორიული ორგანო ბოლო 2 წელია ჩამოყალიბდა. მინისტრი დაუკვირდა მხარდაჭერას და წლის ბოლოსთვის გორის რეგიონალური ახალი ოფისის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება. ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პირობების გაუმჯობესება რეგიონალური ოფისისთვის, რაც დადებითი დაისახება შემდგომი სამუშაოებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სამივე მიმართულებით საქმიანობას. მათ შორის სურსათის კუთხით სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს, ვეტერინარიის კუთხით უფასო ვაქცინაციას, ასევე რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაციას, ხოლო ფიტოსანიტარიის კუთხით აქტიურად მიმდინარეობს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კონტროლის სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ასევე რეგიონში ტარდება მცენარეთა დაცვის მთელი რიგი ღონისძიებები. დღეს გვეწვია ბატონი დავით მონღულაშვილი, სოფლის მინისტრი და გავეცანით თითოეულს, რას თუ ჩვენ ფერმერებს რა გვჭირდება, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ ფერმერებს საჭიროება მოითხოვს, რომ გაკეთდეს, განვიხილეთ ველოდებით შედეგებს. მოგეხსენებათ, მეტყევის პროფესია რთულია და თანაც სპეციფიკური. დღეს მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩვენი მუშაობის სპეციფიკას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რთული დავალებების შესრულებისას წახალისების ფორმის გამოყენება, სადაზღვევო პაკეტები და ასევე სხვა სოციალური გარანტიები, რომლებიც ჩვენ მუშაობას უფრო წაახალისებს და мотивაციას შესცემს.